ქართულმა ოცნებამ 5000 ლარამდე გაზარდა ჯარიმები პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის. აღნიშნული ჯარიმები უკვე ასობით ადამიანს შეეფარდა და მიუხედავად იმისა, რომ ოცნების წარმომადგენლები მაგალითად ნინო წილოსანი თვლის, რომ 5000 ლარი ეს არის უმნიშვნელო თანხა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და 5000 ლარის ჯარიმა ძალიან ბევრი ჩვენგანისთვის წარმოადგენს ფინანსური რეპრესიის ფორმას. ამიტომ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ 5000 ლარით დავჯარიმდებით და დღევანდელი პოდკასტის სტუმარი თამთა კახიძე, იურისტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან მოგაწვდით საჭირო პრაქტიკულ იურიდიულ კონსულტაციას და რჩევებს და ასევე გაგვიზიარებს მის შთაბეჭდილებას თუ რამდენად შეძლებს რეჟიმი და სისტემა მსგავსი პრაქტიკის გაგრძელებას იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველა მის რჩევას დავიცავთ. 5000 ლარი ზოგადად სანქციის სახით 5000 ლარის დაწესება ეს უკვე ადმინისტრაციული აღარ არის. ზოგადად აი მოქალაქეებს რო უთხრათ, ადმინისტრაციული არის უფრო მსუბუქი დარღვევა და თუ კი დარღვევა არის უკვე მძიმე ხასიათის, ის სისხლის სამართალში გადადის აუცილებლად, ხო, კანონის მიხედვით. და სანქციას, როდესაც ჩვენ ვაწესებს რაღაც ქმედებაზე 5000 ლარს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამბობს, რომ ეს არის სისხლის სამართლებრივად იმდენად მძიმე დარღვევა, რომ ეს სისხლის სამართლებრივად გათანაბრებულ სანქციას დავაწესებ აქ 5000 ლარი, იმიტომ რომ 5000 ლარი როდესაც ვიღაცას შეეფარდება მაგალითად ჯარიმის კუთხით, იმდენად მყარად უნდა იყოს დასაბუთებული სასამართლოში, რომ ნამდვილად ამ ადამიანმა ჩაიდინა ეს ქმედება, ეს ქმედება არის მაგალითად მტკიცებულები კანონიერად არის მოპოვებული, ძალიან მკაცრი სისტემით უნდა შეაფასოს, რაც დღეს არ ხდება. სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მინიმალური ჯარიმა შეიძლება იყოს 2000 ლარი. პირდაპირ წერია სისხლის სამართლის კოდექსში და ჩვენ შემთხვევაში არის 5000 ლარი გამოყენებული. ამიტომ ეს არის ძალიან მძიმე სანქცია სინამდვილეში და ყველა ცდილობს ხელისუფლება, რომ ეს რაღაცნაირად გააუფასუროს თითქოს სასაცილო თანხებით შეამხვალს, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან სტუდენტები. ზოგ შემთხვევაში, ხო? ზოგ შემთხვევაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან მაღალი ხელფასით დასაქმებული, იმიტომ რომ ყველა ვიცით, ხო, საქართველოს რეალობა რა არის და ყველა ვიცით რა ხელფასები აქვთ ადამიანებს ამა თუ იმ ქსელში დასაქმებულს და ასე შემდეგ. და რასეუბნება სახელმწიფო, რომ თუ თქვენ დაბალი ხელფასი გაქვთ, თქვენ აღარ უნდა იბრძოლოთ თქვენი უფლებებისთვის, იმიტომ რომ მე იმ ხელა ჯარიმას გადაგახტევინებთ. ამის ხელფასი თქვენ არ გაქვთ, თქვენ ამას ვერ გადაიხდით. პლუს ამას სახელმწიფო ეუბნება, რომ თუ ვინმე დაგეხმარებათ, მე იმ ადამიანს დავიჭერ და იმ ადამიანს ფონდებს დავუყადაღებ და თან ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ რამდენიმე საათით ამ ადამიანმა რუსთაველი გადაკეტა და თან არავისავით ზიანი არ მიდგომია, ხო, არასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუფსაფუთებია, რომ მაგალითად რუსთაველის გამზირის რამდენიმე საათიანი გადაკეტვით ვინმე ზიანი მიადგა. აი ისეთ შემთხვევებშიც მინახავს მე ჯარიმები, როდესაც უამრავი ადამიანი იდგა რუსთაველის გამზირზე, უბრალოდ იმ რაოდენობის ადამიანი ტროტუარზე ვერ დაეტევოდა ფიზიკურად, და ესეთ შემთხვევებში სახელმწიფოს გამოყენებული ჯარიმები ცალსახა არის, რომ სახელმწიფო ამას იყენებს როგორც რეპრესიის მექანიზმი. მისთვის არ არის მნიშვნელოვანი წესრიგის დაცვა. ჩაბარებიდან, როდესაც ან შესაძლოა გამოუგზავნის პოსტით, ან თვითონ მოაკითხავს ამ ჯარიმას, ასეთ შემთხვევაში და ჩაიბარებს ამ ჯარიმას, ამ დღიდან ეთვლება ჩაბარებულად, არა დარეკვიდან, არა მიწერიდან, არა, როდესაც მატერიალურად ამას ჩააბარებენ ხელზე. მოკლედ, თავარი პრინციპი არის, რომ როდესაც მატერიალურად ჩავიბარებთ ჩვენ ამ დოკუმენტს, აქედან აგვეთვლება 10 დღიანი გასაჩივრების ვადა. ეს გასაჩივრება არის სინამდვილეში სამ მარტივი, არანაირი ბაჟი არ ჭირდება, არანაირი თანხის გადახდა არ ჭირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიტან საჩივარს, რომ არ ვეთანხმებით ჩვენ ამ დოკუმენტს მოკლედ და ამის შემდეგ ჩერდება გადახდის ვადა. იმ 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდის ვადა ჩერდება, სანამ შესაძლოა არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საქმეებზე. ეხლა წაღად ახსენე, ნინო, რომ გადატვირთული არის სისტემა, რაც არის აბსოლუტურად სწორი. მხოლოდ ჩვენ მხარეს არ ხდება დისკომფორტები, სინამდვილეში ძალიან ბევრი დისკომფორტი აქვს მეორე მხარესაც, სასამართლოშიც და შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. სასამართლო არის იმდენად გადატვირთული და იმდენად გაჭედილი, რომ როდესაც სახელმწიფომ დაიწყო ამ ფინანსური რეპრესიების გამოყენება, ანუ 5000 ლარიანი ჯარი, როდესაც აწიეს ჯარი 500 ლარიდან 5000 ლარზე გაზარდეს, ეს მიზანი იყო ბუნებრივია ის, რომ აი მაქსიმალურად დაეტვირთად წნეხი ყოფილიყო ამ მოქალაქეებზე, ხო და გაეტეხათ პროტესტი აი ამ ფინანსური ჯარიმით. მაგრამ რა სურვილიც ქონდა,
სახელმწიფოს იმ სურვილს ვერ მიაღწია სინამდვილეში, იმიტომ რომ სასამართლო იმ სისწრაფით ვერ ატარებდა ამ ჯარიმას, ვერ განიხილავდა იმ სისწრაფით ამ ჯარიმებს, რა სისწრაფეც ხელისუფლებას სურდა. და შესაბამისად ამას მარტივად ფონდები უმკლავდებოდნენ და რამაც გამოიწვია ის, რომ ვერ გატეხეს ეს პროცესი რეალურად, ხო, ამ ფინანსური სანქციებით. ამის შემდეგ მოიფიქრეს ის, რომ ეს პროცესი სასამართლოდან გამოიტანეს და გადაიტანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითონ პატრულს შეუძლია დაწეროს ჯარიმა. მაგრამ ამით რეალურად შედეგი მიიღეს ის, რომ თუ აქამდე სასამართლო იყო გაჭედილი და ვერ ატარებდა ამ ჯარიმს სწრაფად, ეხლა გაჭედეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ორივე უწყება გაჭედილი არის, იმიტომ რომ იმდენმა ადამიანმა გაასაჩივრა რეალურად და იმდენი ადამიანი გაერკვა უსწრაფესად რეალურად ამ იურიდიულ ლაბირინთებში, რომ რიგები ჩამოდგა შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივრების ჩაბარებისთვის. ვეღარ აუდიოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრების რეგისტრაციას. საჩივრის რეგისტრაციის შემდეგ მე უნდა დაიწყოს წარმოებაში მიღება ამ საჩივრის, შემდეგ განხილვა უნდა მოხდეს, შემდეგ დადგენილება უნდა დაიწეროს, ისიც უნდა ჩაბარდეს მხარეს. ეს მთელი ბიუროკრატია. და ამას ჭირდება თავისი რესურსი. და ის რესურსი დღეს შესაძლოა არ აქვს, რომ აი ეს დიდი სისწრაფით გაატაროს, რის გამოც ჯერჯერობით აი როდის დაიწყო ხო 5000 ლარიანი ჯარიმების გამოწერა 6 თებერვლის მერი აქვს უკვე შესაძლებლობა შესაძლოა რომ გამოწეროს ისინი რა ქვია ჯარიმები აეხლავათ იმ ეტაპზე როდესაც უარის წერილების დაგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ეს პერიოდი დაჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისთვის რომ უბრალოდ განეხილა საჩივარი და მთელი ამ დროის მანძილზე გაჩერებული იყო ამ ჯარიმის გადახდა ერთთვიანი ვადა აქვს მაგრამ იმის გამო რომ ზუსტად იმიტომ რომ გაჭედილები არიან და ვერ ახერხებდნენ ამ ყველაფრის განხილვას თვითონ გაიგრძელეს ეს ვადები 3 თვემდე ამის შემდეგ როდესაც უარი მოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და რა თქმა უნდა უარი მოდის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ეს ხომ და ჩაგვაბარონ და ჩაბარებიდან კიდე 10 დღიანი ვადა გვაქვს ჩვენ ამის გასაჩივრების სასამართლოში რომ გავასაჩივრებთ შემდეგ ეს ცნობა უნდა მივუტანოთ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ გავასაჩივრეთ ნამდვილად ჩვენ ეს უარი და თავიდან შეჩერდება ასევე გადახდის ვადა შინაგან საქმეთა სამინისტროში ანუ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ამ ჯარიმის გადახდა არ გვიწევს და ეს იწელება და შემდეგ უკვე სასამართლომ უნდა ჩანიშნოს ამ ჯარიმაზე პროცესი და მე ვარაუდობ იმდენად გადატვირთული არის სასამართლო და იმდენად ვერაუდის სამართალდარღვევის საქმეებს არა მხოლოდ სამართალდარღვევის საქმეებს ზოგადად ძალიან გადატვირთული არის სასამართლო არ ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მოახერხებს ამ საქმეებზე პროცესების ჩანიშვნას და რაც უფრო გვიან ჩანიშნავს ამ საქმეებზე პროცესებს, კიდევ უფრო დიდხანს, კიდევ უფრო შორს გადაიწევს მოკლედ ამ ჯარიმაზე გადახდის ვალდებულება. და რაც შეეხება SMS-ებს, რომელიც მოსდით მოქალაქეებს, ეს არის SMS-ები, როდესაც აქამდე რა SMS-ებიც იგზავნებოდა, ეს არის SMS-ები, როდესაც შესაძლოა ვერ ჩააბარა ჯარიმა, ფიზიკურად ვერ ჩააბარა, პოსტამაც ვერ ჩააბარა მისამართზე ადრესაც ჯარიმა და ასეთ შემთხვევაში უკვე შესაძლოა აქვს ვალდებულება, რომ გამოაქვეყნოს ეს ჯარიმა. როდესაც გამოაქვეყნებს იქ SMS-ი ვისაც მისდის, შემდეგ ლინკიც არის იმავე SMS-ში, იმ ლინკზე უნდა გადავიდეს Police-ში არის ესეთი პლატფორმა და იქ პირადობის ნომრის, გვარის და თარიღის შეყვანით შეუძლია რომ გადაამოწმოს თავისი მონაცემები და იქ ამოვარდება გამოქვეყნებული ჯარიმა. ამის შემდეგ აი ესე უნდა ჩამოვშალოთ დეტალური ინფორმაცია ამ ჯარიმაზე და ამის შემდეგ უკვე უნდა ვნახოთ როდის არის გამოქვეყნებული. როდესაც ვნახავთ თარიღს, როდის არის გამოქვეყნებული, ავითვალოთ იქიდან 30 დღე და 30 დღის მერე გვეთვლება ჩაბარებულად. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ გამოქვეყნებული ჯარიმები კიდევ უფრო დიდხანს იწელება, ვიდრე ჩაბარებული ჯარიმები. მოკლედ, ეს არის საკმაოდ გრძელი პროცესი. თქვენ თუ დღეს ან გუშინ ერთი კვირის წინ ან ჩაგბარდათ ჯარიმა ან SMS-ი მოგივიდათ, რომ გამოქვეყნებული არის თქვენი ჯარიმა, იცოდეთ რომ დაახლოებით 5 ან 6 თვე მაინც ამ ჯარიმის გადახდა არ მოგიწევს. ამ საქმეებში აი წმინდათ რომ ვიყოთ გადაკეტვის საქმეებს ვეძახით ამათ. გადაკეტვის საქმეებში არის იმდენი დარღვევა საქმეში სრულად რომ დავანებოთ თავით რომ გამოხატვის თავისუფლებაში მოქმედებდა ადამიანი აი ეს როგერზე გადავდოთ პროცედურულადაც იმდენი დარღვევა არის იგივე სწორად აღნიშნეთ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება ისე მოიპოვებენ პერსონალურ ინფორმაციას რომ ამის უფლებამოსილება არ გააჩნიათ კანონით იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი როდესაც ჩემ ვიზუალს ამუშავებს კონკრეტული უწყება
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის დამუშავების დროს პირდაპირ უნდა იყოს ეს კანონით გათვალისწინებული და მოწესრიგებული პროცედურა დეტალურად. არსად ეს მოწესრიგებული არ არის, რასაც ისინი უთითებენ, თითქოს მოწესრიგებულია უთითებენ ერთ-ერთ აბრძანებას, იმ აქტში ეს საკითხი მოწესრიგებული ნამდვილად არ არის. ამით რის თქმა მინდა? ისე დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჩართული იყო ამ რეპრესიაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოასწრო სამართლებრივად ამის გამართვა სწორად. გარდა ამისა, არ იყო რესურსები იმისთვის, რომ კანონიერად დაემუშავებინა ეს მტკიცებულებები, რის გამოც შედეგად მივიღეთ ის, რომ ხარვეზიანი კანონმდებლობის საფუძველზე მუშაობენ, პლუს დამატებით ის, რომ უკანონოდ აჯარიმებენ, კანონმდებლობაც რაც აქვთ, მათთვის ხარვეზიანი არის, იმიტომ რომ იქ არ არის ის დეტალები გათვალისწინებული, რაც უნდა იყოს წესით კანონმდებლობით. რაც შეეხება ცრუ მოწმეებს, ამ საქმეებსაც ცრუ მოწმეები არ გვყავს, იმიტომ რომ ეს საქმეები არ არის საქმეები, რომელსაც პოლიციელი შეესწრო, დაინახა, რომ ეს ადამიანი იყო იქ და უკანონოდ იმოქმედა და ასე შემდეგ. ძალიან იშვიათად კმაყოფილდება სხვათა შორის ესეთი მოთხოვნა სასამართლოს მხრიდან, რომ ვითხოვთ, რომ ვინ იჯდა სამინისტროში, ვინ იჯდა, როგორ დაიწყო პროცესი, რომ მივიდა და გადაწყვიტა, რომ მე ვარ სამართალდამორღვევი. მოგვიყევით მთელი ეს პროცესი, როგორ იყო, ხო? ანუ ყველა დეტალს სჭირდება თავის დასაბუთება და თავისი კანონის ჩარჩოშიც უნდა მოქმედებდეს, ხო? პოლიციელი არის ეს ადამიანი. ეს ჯაჭვი არ იკურება სინამდვილეში, იმიტომ რომ აქვთ უკანონოდ გაკეთებული ეს ყველაფერი და შემდეგ თვითონ იხლართებიან ამ უკანონოდ გაკეთებულ ბიუროკრატიაში, ამიტომ ვერ ამბობენ ხოლმე, ვინ ადგა და გამოითხოვა ეს წერილი, მაგალითად შინაგან საქმეში, მაგ ხოლმე საქმეები, სადაც საერთოდ არ არის ეს წერილი საქმეში, ეს ნიშნავს, რომ საიდან მოხდა 112-ის კამერები შინაგან საქმეთა სამინისტროში, საერთოდ ეს ჯაჭვი არ იკურება. არსად ეს არ ფიქსირდება, მაგრამ ეს სამწუხაროდ მოსამართლეს არაფერში არ აინტერესებს, ამიტომ ცრუ მოწმეების ნაწილს და მაგიტომაც არის ეს საინტერესო, რომ ზოგადად მოწმეები უნდა ყავდეს ამ საქმეებს. ზოგადად სწორ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც იმ დროს არიან რუსთაველზე, თუ კი ხედავს, რომ ვიღაცა სამართალდამორღვევი არის, უნდა მივიდეს და იქვე დააჯარიმოს. ამის შესაძლებლობას იძლევა კანონი. და სინამდვილეში ხდება რეალურად საერთოდ სხვა რაღაც. მეორე და მესამე დღეს სამინისტროში ვიღაც თანამშრომელი ჯდება უბრალოდ, კამერებს ნახულობს, ამ კამერებს და საიდან აქვს ამ კამერებზე ცნობა გაუგებარია, ამ კამერებს ნახულობს, თან ითხოვს ამ ჩანაწერებს და რაღაც კადრებს ნახულობს, შემდეგ ამოჭრის ამ კადრებს რაღაც გაუგებარ მასში, რა ქვია, პროგრამაში, ის არ ვიცით ეს პროგრამა რა არის. არ ვიცით რა სიზუსტით აიდენტიფიცირებს, იმიტომ რომ ფოტო, როდესაც ჩააგდო ამ პროგრამაში, არსად სასამართლოში არც ერთი მხარე არ ამბობს, რომ კი, ეს პროგრამა მე 100%-იანი შედეგით მეუბნება, რომ ნამდვილად ის ადამიანი არის, ვინც დავაიდენტიფიცირე. არსად ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამბობს და არასდროს ამას სასამართლო არ ეკითხება. და რატომ არის სასამართლო დარწმუნებული, რომ ის პროგრამა 100%-იანი სიზუსტით ეუბნება კონკრეტულ ადამიანზე, რომ კი, ნამდვილად ეს ადამიანი არის, ხო? იქ ექსპერტიზა ჩატარებული არ არის, ამიტომ საიდან რწმუნდება ამაში სასამართლო, ეს არის გაუგებარი და მიუხედავად იმისა, რომ ამაში დარწმუნებული არ არის, 5000 ლარიან ჯარიმას იყენებს, ანუ სისხლის სამართლის სტანდარტის ჯარიმას. მე მაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სპეციალურად ადვოკატები იციან რა მტკიცებულებები და რა პოზიცია მოაქვს ეს პროცესზე. სპეციალურად ერთ-ერთ დღეს ადვოკატი მიდის იმ პატრულებთან, რომლებსაც ჩაკეტილი აქვთ გზა ერთ-ერთ მხარეს და ეუბნება, რომ არის თუ არა გადაკეტილი ეს გზა. და მეორე კითხვას სვამს, ასევე დავარღვევ თუ არა რაიმე კანონს ამ გზაზე რომ გადავიდე და პასუხი არის პატრულის, რომ გადაკეტილია და შეგიძლიათ გადაბრძანდეთ. და ამ დღეზე მოქალაქეები არიან დაჯარიმებულები. ანუ ისეთ შემთხვევაში, როდესაც პატრულს აქვს ჩაკეტილი გზა, ამბობს, რომ შეგიძლიათ თვითონ ატარებს ამ ადამიანს, შეგიძლიათ მიბრძანეთ. ფაქტობრივად თვითონ უშვებს მოქალაქეს, რომ წადით სამართალდარღვევა ჩაიდინეთ. ანუ არც ერთი პატრული ესე არ იქცევა, ხო? ნორმალურ შემთხვევაში. აი ესეთ შემთხვევები არის. ბუნებრივია. აი ეს არის კიდე დამატებით საკითხი, ვინ და როგორ წყვეტს, რა შემთხვევაში არის საკმარისი რაოდენობის ხალხი და რა შემთხვევაში არ არის. ეხლა ამ შემთხვევაზე მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი აღქმით იქ არის საკმარისი რაოდენობის ხალხი იმისთვის, რომ გზა იყოს ბუნებრივად გადაკეტილი, იმიტომ რომ ის რაოდენობის ხალხი ვერ დაეტევა ტროტუარებზე. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ჩემი აზრით ეს საკმარისი რაოდენობა არ არის და
ჩემს სიტყვაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სიტყვაზე უნდა იყოს, რომელიც სიტყვა აჯობებს, ვისი აღქმით არის საკმარისი და ვისი აღქმით არ არის საკმარისი. ამაზე ხო არ უნდა იყოს კანონი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული. კანონს აქვს თავისი მოთხოვნები და ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ განჭვრეტადი უნდა იყოს ჩემთვისაც და იმ პატრულისთვისაც, რომ მე დარწმუნებული ვიყო, რომ ის უკანონო გადაწყვეტილებას არ მიიღებს და მე თუ მის აღქმაზე ვარ დამოკიდებული, მისი აღქმა ჩემთვის განჭვრეტადი ვერ იქნება. ხო, არ არის მარტივი ამ პროცესების დაკვირვება ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ პროცესის დაკვირვება იწყება მანამ, სანამ შევალთ დარბაზში. რა ხდება გარეთ, ისიც არის ძალიან საინტერესო. როგორ იქცევიან ოჯახის წევრები გარეთ, რამდენად მხარდამჭერები არიან ერთმანეთის. შემდეგ რა ხდება, როდესაც დარბაზში გადავინაცვლებთ, როდესაც შემოდიან ბრალდებულები, აი ეს პერიოდი სანამ მოსამართლე დაიწყებს სანამ გახსნის საქმეს, აი პირველი შეხვედრა ბრალდებულებსა და ოჯახის წევრებს შორის, რამდენად ბედნიერები არიან ხოლმე ბრალდებულები, როდესაც სავსე დარბაზებს ხედავენ და ყოველთვის თითქმის სავსე დარბაზებს ხედავენ, მე რასაც დავსწრები ვარ, პირიქით პრობლემაა ხოლმე დასწრება და შესვლა დარბაზებში, იმდენი გულშემატკივარი ყავს ამ ადამიანებს და რა ხდება თვითონ ამ ოჯახის წევრებისკენ, ხო, როდესაც თავიანთ დებს, ძმებს, შვილებს ხედავენ შემოსულებს დარბაზში. ასევე ძალიან საინტერესოა ხოლმე თვითონ ბრალდებულების ერთმანეთში დამოკიდებულება, ერთმანეთს მხარს როგორ უჭერენ. მაგალითად, ერთი პროცესი იყო, როდესაც ერთ-ერთი ბრალდებული გააძევა მოსამართლემ და შემდეგი ბრალდებულების ყველა სიტყვა დაიწყო ამ ადამიანის მხარდაჭერით. აბსოლუტურად ყველა ადამიანმა დააფიქსირა სოლიდარობა და ყველა მხარდაჭერას უფიქსირებდა იმ გაძევებულ ადამიანს. გარდა ამისა, ერთ-ერთი პროცესი იყო ძალიან საინტერესო, როდესაც მოსამართლემ უკანონოდ დახურა 11 პირიანი საქმის პროცესი და ირაკლი ქერაშვილის დედა იყო მაშინ ჩამოსული ემიგრაციიდან, ემიგრანტია ეს ქალბატონი და ყველა ბრალდებული და ყველა ოჯახის წევრი შეთანხმდა იმაზე, რომ მათ არ ექნებოდათ პრეტენზია თუ მხოლოდ ამ ადამიანს დაუშვებდნენ დარბაზში და ეს არ არის მარტივი, იმიტომ რომ ყველას უნდა იქ თავისი ოჯახის წევრის ნახვა და ყველას გაეხარდება თავისი ოჯახის წევრის ნახვა, მაგრამ ამ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ რაღაცნაირად იმხელა სოლიდარობა აქვთ, რომ აბსოლუტურად ყველა შეთანხმდა ერთმანეთში ბრალდებულიც და გარეთ ოჯახის წევრებიც, რომ კი ჩვენ ვართ თანახმა, რომ მხოლოდ ეს ადამიანი შევშვათ, იმიტომ რომ მიმფრინავს დღეს ეს ადამიანი და მე აღარ იქნება შესაძლებლობა რომ ნახოს თავისი შვილი და მხოლოდ ეს ადამიანი შევშვათ პროცესზე და ჩვენ არ გვექნება პრეტენზია, მაგრამ არ დაუშვა მაშინ მოსამართლემ ეს გამონაკლისიც და არაჩვენა დედა საკუთარი შვილი სამწუხაროდ. არის შემთხვევები კი ნამდვილად, როდესაც მოსამართლე ვერ უყურებს ბრალდებულებს და თვითონ ბრალდებულები მიმართავენ, რომ შემოგხედეთ და დაგვინახეთ, იმიტომ რომ მე არ მიკვირს ამის რა ვერ უყურებენ, მე არ მიკვირს, იმიტომ რომ მე როდესაც ვისმენ ამ ადამიანების სიტყვას, მაგალითად ვეფხია კაცრაძე, როდესაც საუბრობს რამდენ ომში აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს გულისთვის, რა აქვს გადატანილი იმისთვის, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელი ყოფილიყო და ჩვენ შეგვიძლია დღეს რომ ვისხდეთ ქართველებად და ქართულ ენაზე საუბრობდეთ, ამისთვის რა გაღებული იმ ადამიანს და როდესაც ხედავ რომ ეს ადამიანი ზის საბრალდებო სკამზე და ჩვენ ამით ვუხდით სამაგიეროს ამ ადამიანს მადლობის ნაცვლად, მე არ მიკვირს რომ იქ თვალებში ვერ უყურებს ეს მოსამართლე, იმიტომ რომ ამ მოსამართლემაც ძალიან კარგად იცის და ვერც პროკურორები ვერ უყურებენ თვალებში, სხვადასხვა კატეგორიის პროკურორები არსებობენ, არც მაგ პროცესებზე პროკურორები თავ ჩახრილის ხედან ხოლმე მთელი პროცესის მანძილზე, თავ ჩახრილის ხედან ხოლმე და მხოლოდ თავიანთი სიტყვის დროს ამოიხედავენ ხოლმე ზემოთ. ამიტომ მე არ მიკვირს ამ ადამიანებს, რომ ვერ უყურებენ თვალებში ვერც მოსამართლეები და ვერც პროკურორები. სამაგიეროდ თვითონ უყურებენ თვალებში ყველას და თვითონ საუბრობენ იმდენად წელსში გამართულები და იმდენად ამაყები, რომ ხანდახან ძალიან რთულია ხოლმე გაარკვიო, ვინ არის იქ ბრალდებული და ვინ არის იქ რეალურად მოსამართლე და პროკურორი. ამის წინ საუბრობდით, რომ აი მარტივი ტესტი არის შესაძლებლად სინამდვილეში მოქალაქეები პატივს ვისცემს, ხო, პატივს უნდა სცემდეს მართლმსაჯულებას ბუნებრივია, მოსამართლე არის პატივსაცემი პროფესია უნდა იყოს, ხო? მოსამართლე ქვეყანაში, პროკურორის პატივსაცემი, იმიტომ რომ პროკურორის საქმე უნდა იყოს ჩვენ მოქალაქეები დაგვიცვას კრიმინალისგან, ხო? ეს არის მისი პირველადი მოვალეობა და ბუნებრივია ჩვენგან პატივისცემის მეც რას უნდა იმსახურებდნენ ეს ადამიანები, მაგრამ ამ პროცესებზე ყველაფერი არის შეტრიალებული და ამოტრიალებული. აი მე მინახავს პროცესი, როდესაც აი
ადამიანებს არ უნდათ რომ საერთოდ ფეხზე წამოუდგნენ მოსამართლეს. მაგრამ მე ვხედავ პროცესებს, როდესაც ბრალდებულები დარბაზში შემოდიან, ყველა დგას ფეხზე. ფეხზე უდგებიან რეალურად ბრალდებულებს ამ ქვეყანაში უკვე ინსტინქტო პატივისცემა არის, იმიტომ რომ ყველა ვიცით იმ დარბაზში, რომ რეალურად ის ადამიანები ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის სხედან იქ და არა მხოლოდ სხედან, ისინი ისე მამაცურად იტანენ ამ ყველაფერს. იმდენად წელში გამართულები არიან და სისტემა იმდენად ვერ გატეხა ეს ადამიანები, შეუძლებელია პატივისცემის განცდა არ გაგიჩნდეს ამ ადამიანების მიმართ, ამიტომ სულ ამბობ ხოლმე რომ დღეს დარბაზში ბრალდებულებს უდგებიან ფეხზე და არა მოსამართლეს, იმიტომ რომ შემოტრიალდა რაღაცნაირად ყველაფერი და თავდაყირა დადგა. ამიტომ ხო, ამ ყველაფრის ყურება ძალიან ემოციურია და თუ კი მაგალითად რომელიმე ბრალდებულის მიმართ ან რომელიმე ოჯახის წევრის მიმართ არის ხოლმე ან მოსამართლის მხრიდან რაიმე შენიშვნა რაღაც აი ერთმანეთის მიმართ როგორ არიან ეს ადამიანები მხარდამჭერები და აი რაღაცნაირად ცდილობენ რომ მხარში დაუდგნენ ერთმანეთი გააძლიერონ აი რაღაც შეკრულ ძალიან შეიკრნენ ეს ადამიანები ერთმანეთის მიმართ და მხარდამჭერები გახდნენ რაც არის ძალიან კარგი სინამდვილეში